აჭარის ჯანდაცვის ცენტრში საქართველოს სტოლურთა და განსახლების სამინისტროს სპეციალური ჯგუფი დევნილთა აღწერას აწარმოებს. პროცესი კვირის ბოლომდე გაგრძელდება. სამინისტროს პრესამსახურის ინფორმაციით, რეგისტრაცია იმ იძულებით გადაადგილებულმა მოქალაქეებმა უნდა გაიარონ, რომლებიც სხვადასხვა ტიპის სასტუმროებში ცხოვრობდნენ და ტერიტორიის დატოვების სანაცვლოდ სახელმწიფოსგან ფულადი კომპენსაცია მიიღეს. მისივე განცხადებით აღნიშნული ღონისძიება ეგრეთ წოდებული კომპენსირებული დევნილების მონაცემთა ბაზის შექმნას ემსახურება. ჯანდაცვის ცენტრში რეგისტრაციისთვის შეკრებილები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ თანხის სიმცირის გამო საცხოვრებელი ფართის შეძენა ვერ მოახერხეს. სწორედ ამიტომ ისინი ახალი ხელისუფლებისგან ამჯერადაც ბინის დაკმაყოფილებას მოითხოვენ. შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა სასტუმროებში მცხოვრებმა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა კომპენსაციის სახით 2006 წელს $7,000 მიიღეს. დევნილ რომ რამე პრივილეგიით ხმარობს, არც ერთი, არც კომპენსირებული, არც არაკომპენსირებული. არაკომპენსირებულებიც ჯერ ქუჩაში არის, კომპენსირებულების ქუჩაშია, იმიტომ რომ ეს თანხა ჩვენ რო გამოვედით, კი არ გამოვედით, გამოგვდენეს. მოვითხოვთ ბინით დაკმაყოფილებას, ჩვენ არ გვინდა არც ერთი თანხა. მაშინაც როცა გვაძლევდნენ 7,000, მაშინაც ვყიროდით, ვინმე მაიღოს ის თანხა და საცხოვრებელი ფართი აგვიშენდეს. მაშინაც ეს მოთხოვნა ქონდა ჩვენ. მაგრამ ყურად არავინ არ იყო. ფული ავიღეთ და დავხარჯე 7,000 მაინც დავხარჯე და ბინა არა მაქვს არაფერი. ქუჩაში ვარ დარჩენილი. თუ რამე დახმარება იქნება, დიდი მადლობელი ვიქნები. რა ტიპის დახმარებას მოითხოვთ? თავსახური რამე, სახლი, ოთახი, ბინა, ერთი ოთახიანი მაინც. და სად ცხოვრობთ ამ წლების მანძილზე? ცხოვრობ ნაქირავებში. 16 წელი ბათუმში ვიცხოვრეთ ჩაქვში, დაბა ჩაქვში. მის მერე ხო იცით კომპენსაცია $7,000 არაფერზე არ მოგვაგირდა და არაფერი არ გვაქვს რომ ვიყიდოთ რამე რას მოვითხოვ და რაც ვალები მაქვს 7,000-ზე მეტი რაც დამიჯდა იმის ვთხოვ რომ მოგცენ ფული ან ფულად დახმარება და ან რაღაცა